ქალთა მიმართ გენდერულად მოტივირებული ძალადობა, ფემიციდი წლიდან წლამდე ფაქტიურად იგივე სტატისტიკურ მონაცემებს გვაჩვენებს, რაც მაგალითად გასულ წელს 25 ქალი გარდაიცვალა, ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 16 შემთხვევაში ფემიციდი იყო გამოკვეთილი გენერალური პროკურატურის მიერ. თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველი ყოველწლიურად აკეთებს ფემიციდის საქმეების მონიტორინგს და ანგარიშს აქვეყნებს. წლევანდელი ანგარიშიც მალე გამოქვეყნდება წელს, ანუ გასული წლების ფემიციდის შესწავლის შედეგად რა გამოიკვეთა, რა ხარვეზები გამოიკვეთა და არაერთი არის მათ შორის ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით, მათ შორის პრევენციული მექანიზმების შემუშავების კუთხით, ანუ პრევენცია. თქვენ იცით, რომ ზოგადად ფემიციდი და ქალთა მიმართ ძალადობა არის განპირობებული საზოგადოებაში ქალის როლის მიმართ არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებებით, შეხედულებებით, ქალის როლის შესახებ ოჯახში, საზოგადოებაში თუ ასე შემდეგ და ამის წინააღმდეგ აუცილებელი არის ბრძოლა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით. სახალხო დამცველი ასევე გააკეთა წელს სპეციალური ანგარიში, რომელიც ასევე მალე გამოქვეყნდება პრევენციული ღონისძიებების, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის პრევენციული ღონისძიებების შეფასების კუთხით, რაც გასულ წლებში განხორციელდა სახელმწიფოს მიერ. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ აამაღლოს ცნობიერება, შექმნას ეფექტიანი მექანიზმები ქალთა მიმართ ძალადობის თუ ნებისმიერ დისკრიმინაციული მსგავსი ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ და ამ კვლევებმა გვაჩვენა ის არსებითი გამოწვევები, რაც გვაქვს სამოქმედო გეგმები ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, რომელიც ასევე გაწერილია სახელმწიფო უწყებებს აქვს ცალკეული ვალდებულებები, თუმცა სამოქმედო გეგმაც ასევე საჭიროებს არსებით დახვეწას, რათა უფრო ეფექტიანი იყოს, პრობლემაზე ორიენტირებული იყოს და გადაჭრეს რეალური მექანიზმების შექმნას. ამისათვის უნდა იყოს გაზომვის მექანიზმები სამოქმედო გეგმაში მოცემული აქტივობების ან ინდიკატორები უნდა იყოს არსებითად გაზომვადი, კონკრეტული, ასევე უწყებებმა უნდა განახორციელონ ისეთი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები, რომელიც ერთეულ შემთხვევაში გვაქვს მაგალითად პროკურატურის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული, თუმცა ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ პროკურატურა ძალოვანი უწყებები არის პასუხისმგებელი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, არამედ მაგალითად განათლების სამინისტროც, იმიტომ რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით, განათლების კუთხით, საზოგადოების განათლების კუთხით არსებითი არის, რომ ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათ შორის ვიცით, რომ ისწავლებას მე და საზოგადოება, ადამიანის უფლებები, თუმცა გაცილებით უფრო სტრუქტურირებული, ინტეგრირებული უნდა იყოს სასწავლო პროგრამაში ეს საკითხები, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა, თანასწორობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფოს ვალდებულებები, საზოგადოების სწორი შეხედულებების ფორმირებისთვის ეს არის არსებითი და კიდევ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ მაგალითად ძალადობის ქცევის კორექციის პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც არსებობს, თუმცა ასევე მშავდებულთათვის არსებობს ქცევის კორექციის პროგრამები და ჩვენმა კვლევამ იცით საჩვენა, რომ ძალიან ცოტა მჟავდებული გადის ამ პროგრამას. იმიტომ რომ არ არსებობს ახალისების მექანიზმი მჟავდებულთათვის მაგალითად თუნდაც იყოს სასჯელი შემსუბუქების ან რაღაცა სხვა კუთხით, ვადის შემოკლების კუთხით, თუმცა ეს პროგრამები შემდგომ მრავალი მჟავდებულები გამოდიან ციხიდან და შეიძლება კი არა და ხშირად კი რა გვაქვს ესეთი შემთხვევები, რომ კვლავ ჩადიან ძალადობას და შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს და მქონია ასეთი არაერთი ფაქტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის, რომ სახელმწიფოსადმი ცალკეულ შემთხვევაში და რიგ შემთხვევებში გვაქვს ესეთი ფაქტები, როცა სახელმწიფოს ცნობილია ძალადობის წინარე ისტორია, ქალის მიმართ ძალადობა, შემაკავებელი ორდერით შეიძლება იყოს გამოცემული და ის ბოლო ძალიან ტრაგიკული შემთხვევა, რაც თქვენ ახსენეთ, სწორედ ასეთი იყო, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული იყო, ვადა გაუვიდა და ამის შემდგომ მოხდა ეს ტრაგედია. თუმცა სასტიკი დანაშაული ტრაგედიასაც თავისი სახელი უნდა დავარქვათ ამ შემთხვევაში. და
აი იმ შემთხვევებში სახელმწიფოსთვის ცნობილია რომ არსებითი რისკი მსგავსი სასტიკი დანაშაულის ჩადენის ვერ ხდება პრევენცია მიუხედავად ცალკეული მექანიზმებისა. ამიტომ მართლმსაჯულების განხორციელების ეფექტურობაზე როცა ვსაუბრობთ, სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის ეფექტურობაზე როცა ვსაუბრობთ, ასევე მნიშვნელოვანია დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობა პროცესში. და გასულან დადებითად ვაფასებთ პროკურატურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაზარალებულთა კოორდინატორების ჩართულობას გამოძიების მიმდინარეობისას თუ უკვე შემდგომ საპროცესო მოქმედებების დროს. თუმცა აი ისიც სწორად ბრძანეთ, რომ წლიდან წლამდე არსებითად არ უმჯობესდება მდგომარეობა და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება და მე მგონი ყველა თან ხვდება ამაზე, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმებია შესამუშავებელი და მათ შორის ალბათ გადამწყვეტი არის სწორედ ცნობიერების ამაღლება საზოგადოების. აი ჩვენ ვსაუბრობთ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა საუკეთესო შემთხვევაში. სახალხო დამცველის ერთ-ერთ ანგარიშში წერია, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ ქალები მათზე ძალადობის უკიდურესი ფორმების შემთხვევაშიც კი ხშირად უარს ამბობენ ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აი კონკრეტულად ამ მიმართულებით რა სახის სამუშაოა გასაწევი და რეალურად ასეთ შემთხვევაში რას თავაზობს სახელმწიფო ქალს, რომელზეც ძალადობენ და რომელსაც ეშინია კიდევ უარესის? კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენი ანგარიშების ერთ-ერთი თავარი მიმართულება სწორედ ეს არის, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ქალი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, მაშინ როცა პირველი ჩვენება უკვე არსებობს, ან შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ამ შემთხვევაში ქალი განიცდის ძალიან დიდ წნეხს ოჯახის წევრების, ახლობლების, ნაცნობების მხრიდან, რომ დაინდოს მეუღლე იქნება თუ პარტნიორი და აარიდოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. და არა მხოლოდ ესე ვთქვათ ფიზიკური და მეუღლის მიერ ძალადობის მსხვერპლი არიან ეს ქალები, არამედ არიან ამ საზოგადოების წნეხის მსხვერპლი და მათგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლიც. ამიტომ ჩვენ რეკომენდაციებში იმასაც ნახავდით თქვენ და საზოგადოებისთვისაც ცნობილი უნდა იყოს, რომ საგამოძიებო უწყებებს, სამართალდამცავ უწყებებს ყოველთვის მოვუწოდებთ, რომ ჩაატარონ ძალიან დეტალური საგამოძიებო პროცედურები, მათ შორის შეიძლება ფარული საგამოძიებო პროცედურებიც გახდეს საჭირო იმისთვის, რომ მტკიცებულებები იყოს მოპოვებული და საკმარისი გახდეს თუნდაც ქალბატონ დაზარალებულის ჩვენების გარეშე და ამასთანავე დაიწყოს დეტალური მოკვლევა დაზარალებულზე ზეწოლის შემთხვევაში იმ პირების მიმართ, ვინც ამ ზეწოლას ახორციელებს. და ამიტომ არის სწორედ მნიშვნელოვანი დაზარალებულის კოორდინატორის ჩართულობაც, რომელიც აი მუდმივ კოორდინაციაში დაზარალებულთან მისი უფლებების შესახებ, დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციას აწვდის. ქვეყანაში გვაქვს თავშესაფრები, ძალადობის მსხვერპლად თავშესაფრები, სადაც შეუძლიათ ძალადობის მსხვერპლს მათ შვილებს მიიღონ თავშესაფარი, არსებობს სოციალური პროგრამები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეიძლება არასაკმარისი იყოს, გულისხმობ მაგალითად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამებს, სხვა მხარდამჭერ მექანიზმებს, რომლებიც ასევე გადამწყვეტი არის მათ დაზარალებულების ფსიქოლოგიური გაძლიერებისა და იმ მიზნით, რომ მათ თავიანთი უფლებების დაცვა შეძლონ ადეკვატურად. თუმცა ეს მექანიზმები რაც არსებობს, ესეც აუცილებელია, რომ სრული დატვირთვით გამოვიყენოთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი როგორც კოორდინატორების ჩართულობა ამ პროცესში, ამასთანავე დაზარალებულისთვის დაზარალებულის ყველა გამოწვევაზე ყურადღების გამახვილება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მიერ, როცა ხვდებიან რომ ერთხელ იყო აი ზუსტად ამასთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, აი თუ ახლა ჩვენს გადაცემას უყურებს ქალი, რომელსაც ძალადობენ და რომელსაც არ იცის როგორ მოიქცეს, ან გამბედაობა არ ყოფს, ან ინფორმაცია არ აქვს სათანადო. როგორ დააკვალიანებდით მას, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, რის შესახებ შეუძლია კონდეს წარმოქმნა და უშუალოდ ცხელი ხაზით დაწყებული, აი სოციალური სერვისებით, თუნდაც არ იყოს მაინც და მაინც თვალსაჩინო, მაგრამ რაღაცა ხო მაინც არსებობს მის მხარდასა იმისთვის, რომ გადარჩეს ხშირ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, შეუძლია
ვისარგებლებ ამ შემთხვევით და შეუძლია რა თქმა უნდა სახალხო დამცველსაც მომართოს 1491 არის ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი, რომელიც 24 საათის განმავლობაში არის ჩართული ხელმისაწვდომი და ჩვენ რეფერირებას ნამდვილად დაუყოვნებლივ მოვახდენთ მსგავსი შემთხვევების, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია. ზრუნვის სააგენტოს შეუძლია მიმართოს, რომელსაც ასევე ცხელი ხაზი აქვს 24 საათიანი არსებობს ძალიან ბევრი კიდე ცხელი ხაზი. აი ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არის ზუსტად ამ ხალხისთვის გადამწყვეტი ძალადობის მსხვერპლთა ცხელი ხაზიც ცალკე გვაქვს, ჩვენ არა სახელმწიფოს და თავშესაფრები. ანუ ზრუნვის სააგენტოს როცა მიმართავს სახელმწიფო ზრუნვის ტრაფიკინგის სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ზრუნვის სააგენტო მაშინვე გადაამისამართებს როგორც თავშესაფარში, ასევე ყველა შესაბამისი სოციალური მუშაკი იქნება ეს თუ ფსიქოლოგი არსებობის შემთხვევაში კი არსებობის კი საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის ერთვება ამ პროცესში და ასევე გადამისამართება ხდება ძალოვან უწყებებში, სამართალდამცავ უწყებებში, რათა მერე მოხდეს ამ ფაქტზე რეაგირება. ანუ ესეც უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ან თუნდაც თავშესაფარს რომ მიმართო, მერე უკვე გაცილებით უფრო ინფორმირებული და დაცული ხარ, რომ შენი უსაფრთხოება და შენი შვილების უსაფრთხოებას უზრუნო. ეფექტიანად მუშაობს ეს მექანიზმები, ანუ რეალურად მუშაობს. აი რატომ არის ნდობა ნაკლები ასეთი დამხმარე, თქვათ ადგილის მიმართ იქნება თუ ამ სახის დახმარების მიმართ ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან და რა არის მიზეზები, რის გამოც ხალი, ყველაზე ხშირი მიზეზები, რის გამოც ხალი უარს ამბობს თუნდაც აი მინიმალურ დახმარებაზე? და ნდობის კვლევა ჩვენ ნამდვილად არ გავიკეთებია, ამიტომ ვერ ვიტყვი რომ ნდობა მაღალია თუ დაბალი, მაგრამ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი ამ ხალხისთვის, ანუ არიციან სად უნდა დარეკონ, არიციან ვის უნდა მიმართონ, არიციან რა დაცვის მექანიზმები არსებობს, არიციან რომ მარტო არ არიან და სახელმწიფოს ცალკეული უწყებები ვალდებულნი არიან და ასევე არის მექანიზმები შექმნილი, რომელიც მათ ფატალურ აღსასრულს აარიდებს. და ეშინიათ ძალიან ბევრი რამის, მათ შორის იმიტომ, რომ ეკონომიკურად დამოუკიდებლები არ არიან. და ჩვენ როცა ვსაუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობაზე, ყოველთვის უსვამთ ხაზს იმ მნიშვნელობას ქალის გაძლიერების, ანუ ეკონომიკური გაძლიერების, განათლების მიღების, ანუ ის პროგრამები, რაც წირია ქვეყანაში, კიდევ უნდა გაფართოვდეს, რომ ქალები გაძლიერდნენ და შეძლონ თავდაცვა და წინააღმდეგობის გაწევა. ძალიან დიდ პრობლემად რჩება საზოგადოების როლი. საზოგადოების, რომელიც ხშირ შემთხვევაში დუმს, როცა მის გვერდით ქუჩაში იქნება თუ მეზობლად ქალზე ძალადობენ. აი როგორი არის ერთი მოქალაქის როლი ამ პროცესში? აი სტერეოტიპულ შეხედულებებზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის საფუძველი ფემიციდის და ქალთა მიმართ ძალადობის, არა მხოლოდ ფემიციდის შესაბამისად. საზოგადოების როლი არის ალბათ სამართალდამცავი უწყებების სახელმწიფოს შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიგრძნოთ პასუხისგებლობა, დროულად შევატყობინოთ სამართალდამცავ უწყებებს მსგავსი ფაქტის შესახებ, მოვითხოვოთ მათგან რეაგირება და თუ მართლა ეს ჩვენს თვალწინ ხდება და შეგვიძლია რომ ამ ყისიერი რეაგირება მოვახდინოთ, არ დაველოდოთ 112-ის მოსვლას, იმიტომ რომ ეს ხანდახან არა მხოლოდ იმ მომენტში საფრთხის ამარიდებელი არის, არამედ მოძალადისთვის არის დაზარალებულისთვის არის ძალიან დიდი მხარდამჭერი სიგნალი, რომ ის მარტო არ არის ამ საზოგადოებაში და შეუძლია სხვების დახმარებით თუ თავად ძალა არ ყოფნის და ხშირად ესია ხოლმე, იმიტომ რომ სისტემატიური ძალადობის შედეგად ქალებს დათრგუნული აქვთ წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ან არც იციან როგორ უნდა გაუწიონ, იმიტომ რომ არა აქვთ ეს უნარები, ზოგი მაგალითად ძალიან ადრეულ ასაკში შექმნა ოჯახი, ან სხვა მხარდამჭერი არავინ არ ყავს, გარდა იმ ოჯახისა, სადაც ძალადობის მსხვერპლი არის. ამიტომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ამ მოძალადეების
სარეაბილიტაციო პროგრამებზე ქცევის შეცვლაზე, არამედ საზოგადოების ინფორმირებაზე, როგორ უნდა მოიქცეს, რა არ არის დაუშვებელი, რომ ოჯახის საქმე არ არის მხოლოდ როცა ძალადობას და დანაშაულს ეხება საქმე. ამის წინააღმდეგ ხმა უნდა ავიმაღლოთ და დავეხმაროთ ამ ქალებს როგორც შეგვიძლია, იმიტომ რომ დანაშაული შეუტყობინებლობაც დანაშაული არის და როცა ჩვენს თვალწინ ხდება დანაშაული, თუნდაც მორალურ მხარეს რო თავი დავანებოთ, ესეც სამართლებრივადაც დანაშაული არის, ამაზე რეაგირების არ ქონა.